გაჩვენეთ. ღამე მშვიდობის, დილინების და დილამშვიდობის. ორსაკლია 15. და რაც ბოლოს არის საროჭკების ხატვა დაამთავრე ამ დრომდე იმის მერი არ აყვია. და მეძინება. მაგრამ ისეთი საქმე მქონდა რომ უნდა გამეკეთებინა. ხო რაც შეეხება იმ მაიკას, რომელიც გავაუთოვე, გავრეცხე, გავაუთოვე და დაბინავების დროს ორივე თქვა რომ არც ჩემი არ არის, არც ჩემიო, ეგ მაიკა მაცვია. მაგრამ ნამდვილად არც ეგ მაიკა საიდან მოხვდა ჩვენთან. მართლა არ ვიცი. რა მაცვია? ხო. დღეს კაი გოგო ვიყავი. ყველაფერი დავაბინავე. რადგან ხვალ მე ექსკურსიაზე მივდივარ. ნინო მიდის ექსკურსიაზე და მეუყვები. ხო და როგორც წეღანდელ ვიდეოებში გითხარით, ჩუმად იმით ულაპარაკობს წინავარ. რაღაცა პროექტი გვაქვს გასაკეთებელი მშობლებს. ხო და ვინაიდან და რადგანაც ეს მოიხსნა ცოტა. აბანოში რომ და შევსულიყავ წყალი და წყდა ხალხო. კიდე კაი ბაკია აუსოლაში. წყალი ცირად უგვიწყდება ესე ხშირად. აი მე რეგვენი ხალხის გამო ვისაც ბაღებშია გაშვებული და ვერ გააგებინეს რომ ადამიანობა გამოიჩინონ და ეს წყალი არ არის სარწყავი, ეს არის დასალევი წყალი. ხალხს დასალევად სჭირდებათ. სარწყავად არ გვეყო. მაგის გამო აი ხა სარეცხი შევყარე და ნახევრამდე არც კი არ იყო მისული რომ დაწყდა. ყოველ დღე იწერება პოსტი რომ შეგნება იქონიეთ და სარწყავია დაკეთეთ. კომენტარებში იყო რომ გადასახადი ვერ იქნება ჯერ ფიზიკურად, იმიტომ რომ გამრიცხველიანობა ეხლა ხდება, ეხლა მთავრდება, ბოლო ეტაპებია. გადასახადი ვერ გვექნება და ვერც მესიჯები ვერ მოგვივა, იმიტომ რომ არ არის ჩართული ეგ ბოლო ეტაპი ერთ სიტყვით. და ვერც გადასახადს ვერ იხდიან. იმიტომ რომ მირჩევნია გადასახადი გადავიხადო. იმას, რასაც ვიხმარ და იქნება იმ შეუგნებლებმა ფულის და ზოგვის გამო მაინც აღარ გაუშვან წყლები. ეგე მეც მინდოდა წეღან ვარდები მოუწყე ხალხნო, მაგრამ ორივე დრო ვიხმარ. ანუ შლანგი არ დამიგდია და არ დამინებებია და გამოვიჩინეთ ადამიანობა რა, ხელით დაუსხით. ან იმ წუთას დაუსხით და დაანებეთ. არ ვიცი. ხო და სანამ დავწვევი ცოტა შემიშრეს რა. სინამდვილე თუ გითხრათ მეტკინა თავი. აი ეგ რომ ეხვი. ხო და მოკლედ მთელ დღის მანძილზე ეს პროცესი მეზარებოდა და ზუსტად ვიცოდი რომ შუაღამემდე მივიყვანდი. იმიტომ რომ ერჩივნა მე ხო დღეს ცოტა ვერ ვიყავი კარგად. იმ ხრივ რომ ყველაფერ დაგდებულ ნივთზე ვღიზიანდებოდი და მეშლებოდა ნერვები და მე რაღაც მომენტში ბავშვებიც შემეცოდნენ რომ სუჩხუბობდი დღეს. მე უკვე იმასაც მიყურებდნენ კი არა და რომ იმ ტერიტორიაზე გამოჩნდებოდი, აი მაგალითად სანამ ოთახში შემოვდიოდი, ისე გადახედავდნენ ოთახს, რაღაცა ხო არ იყო ზედმეტი. რაღაც მომენტში კაია. რაღაცა ტირანივი დავდიოდი დღეს. მაგრამ ჩემ ბრალი არ არის. ჩემ დაუნებურად ხდება ეს შიგა და შიგ მეკეტება ხოლმე აი ამ ყველაფერზე.
ელემენტარული აი ესე რომ დაგხვდება და ანუ კი აალაგებენ, მაგრამ აი მაგალითად ეხლა ავხვეტო და ეს დავტო. ამას ჩავყარ და დავტო. ეს დავატრიალო თუ ეს არის შეიძლება YouTube-მა რეკლამად აღიქვას, ეს მარციპანის ვედრა არის. და ერთხელ თქვა ორჯერ აიღეთ, მესამედ უკვე გადამეკიდე. ტელეფონს. პირველად 2 საათი აკლი. ხოდა ამ პროცესში, როდესაც ესე დაუნდობელი ვარ ხოლმე ამ ესეთ სიტუაციებში, მე ვცდილობ რომ გავერიდო ხოლმე, რადგან უფრო არ ვიჩხუბო, უფრო არ ვაწყინინო და რაღაცა. ვცდილობ ხოლმე რომ ჩემთვის ვიყო. ხოდა ყველაზე კაი პროცესი, ვინც მიცნობს და ვინც მეთანხმება ხოლმე, არის რომ უაზროდ ალაგებ. არა, უაზროდ არ დამილაგებია, დასალაგებელი იყო. იქეზო, იკუხნა, გამოვაპირასოზე, გამოუწმინდე ყველა იატაკი, მტრებიღა დამრჩა მარტო. ჩავედი, მჭადები გავაკეთე, ჩახოხბილი გავაკეთე, ვიჯექი უბრალოდ სემიჩ გავჭამე, იქ დაბლა. ქათმებთან ვიჯექი ცოტა ხანი. კატებთან, კნუტებთან, ჩემი სამყარო შევიქმნი დღეს. თუმცა ვიცოდი რომ ეს მელოდებოდა. რადგან ხვალ პროექტი გვაქვს. მშობლებს, 4 მშობლებს. ჩვენ შევხვდა სვანეთი და სვანეთზე უნდა გავაკეთებინა პროექტი. ერთმა მშობელმა სკოლაში მოგვექნა ეგ წესით, მაგრამ მუშაობთ, ვერ ვემთხვევით, როცა ვემთხვევით, ანუ სრულად ვერ დავემთხვიეთ, რომ ერთი დღე მოგვეცალა სკოლაში ჩავსულიყავით თავისუფალ სივრცეში პროექტი გავაკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ ესე, რომ ნაწილი ინფორმაციას მოიძიებს, ნაწილი რამე ჩასაცმელს მოიძიებს. ხო და ჩემი ბოლო ეტაპი ის იყო, რომ მე ნახატები უნდა გამეკეთებინა და ყველა ვარიანტი უნდა გამეკეთებინა, ვერ გადავაგდებდი. მაგრამ ეწარებოდა. ხო და გავაკეთე. მე ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ ნახატები ძალიან ერთფეროვანი იქნებოდა და გადავწყვიტე ნახატები სხვანაირად გამეკეთებინა და განახებდე. ხო და სანამ დავიძინებ ავალაგო ეს თორე ხვალ კიდე გადამეკეთება. ეს მე ჩავყავ ახლა. უფრო კარგი გამოვიდა და რა თქმა უნდა გუაშებით, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა გუაშების ნერვები. და გადავწყვიტე პასტელებით დამეხატა. პასტელები ცუდი არ არის, მაგრამ გუაშები ჯობდა. პატარა ნატეხები. Εμένα τσουλεμανία. ამას რო შევიყოლებ. აი ბულაბკას რო ვეძებდი ხო. გესპისები ქათმის ფრჩხილი. ცოცხალი არა. ნინოს სათამაშო მოხარშული ქათამი ჰქონდა და იმის ფრჩხილი. ცოცხალისა. ეს ერთი სუფთა დაწყრიალა და კაი ფურცელი და ეს. და მამა პაპური.
კაია ხვალე 11-ის ნახევარზე გამოვარენ სკოლიდან და მაინც აქ უნდა მოიარონ, ამიტომ მე იქ აღარ მივდივარ და დაველოდები აქ 11 საათი. ამიტომ გამოძინებასაც მოვასწრებ. მომზადებასაც მოვასწრებ. ყავის დალევასაც მოვასწრებ. ვლოგის ჩაწერასაც მოვასწრებ. ალბათ ცხოვრების ბოლომდე ესე ვიქნები და ჩემთვის ყველაზე საუკეთესო თერაპია, როდესაც არ ვეკუთვნი ჩემს თავს, არის დალაგება და ბანაობა. ეს ორი რაღაც ჩემთვის არის ყველაფერი. ხო, ისიც იმასაც განახებ თუ რა ვიყიდე დღეს ბაზრობაზე, რადგან ბაზრობის შემდეგ მე ვლოგი აღარ ჩამწერი. ხო, და ისა. მარტყოფელ იმ ხალხს მინდა მივმართო რა, აი მაგალითად სახში რომ დაბრუნდებით და აღმოაჩენთ რომ თქვენი ოჯახის წევრი, შვილი, ცოლი, რა მეზობელი რაღაც აღმოაჩენთ რომ მე მიყურებენ. მარტყოფელებს ვეკითხა. ამით არაფერი არ შავდება. და ეს სიტყვა მეტი საქმე არა გაქვს, რომ ეუბნებით. აბა რა უნდა გააკეთონ, შემოხვალთ თუ არა, ტაშში ფეხები ჩაგაყოფინონ? რას ქვია მეტი საქმე არა გაქვს? თუ შემოხვალთ თუ არა, მოხლის ჯოქებით უნდა შემოგირბინონ გარშემო. ანს როგორ არა კაცო, რა უფლება აქვთ? ჩემზე არ აღება. ზოგადად რა უფლება აქვს? როდესაც ჯდები, ცოტა ხანი ისვენებ, ყავაზე რამეს უყურ, რა უფლება? როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება? ეს ნაგავი მაგრამ მეზარები ხა ჩატანა. ეხლა ვნახოთ. ხო, ბაზრობაზე რო წავედი, ეხლა წავედით მეთქი ბარბარეს ვეუბნები და ესა მთქო, სპორტულების, ანუ ხო ვიცი სადაც რა უნდა ვიყიდო. და წავედით გორაზე მეთქი, ახლა გორას ვეძახი ისე დამხარეს, სადაც ვიცი რომ ესენი იყიდება და მაინც მეთქი რომ ვიცოდე თქვენ, იმიტომ რომ წინაზე მითხრა ასე. დედა ექსკურსიისთვის რამეებს მეყიდიო სპორტულებს. მეთქი კაი ხო. თან არ ახონდა მართლა ეგეთი რაღაცა. და თან ისიც რომ არ მახსოვს რომ რამე თქვათ რომელიმეს რომ ამას მიყიდი. მიუხედავად იმისა რომ რა ჩასაცმელები აქვს და რაღაცა და ესე ზედმეტად როგორი გამოთქვა ბავშვმა სურვილი ამას უყიდი, ეს ხდება იშვიათად ძალიან. არ იციან რომ ამათ რამე ითხოვ. და მეთქი რატომაც არა და მაგის გამო წავალთ. თან ის რომ დღეს უკვე დღეს ნინო რომ მიდის ექსკურსიაზე ფეხსაცმელი ვუყიდე და ეხლა ვფიქრობ რომ ანუ რაცაც ვიახორმე ძველი იქიდან სუპინატორები ამოვიღე. ჩაუდებ იმას და ანუ ვახმარებ აი ესე უხეშად რო იხმაროს და ეხლა რაც მივეცი 55 ლარად მომცა. კაი ფეხსაცმელია ხვალ განახე. ძირითადად ეგეთ სტილის ფეხსაცმელს ადვილად ხმარობს და ეხაც ეგენი აქვს თითქმის. და მეც თვალი მაგისკენ გამირბის ხოლმე და ვფიქრობ რომ მაგას გასასვლელად შეუნახავ ახალს და ამ ძველს ვაპროწიალებინებ. ხო და აბა მეთქი ბარბარეს ვეუბნები, მანახე თქო, როგორი სპორტულები გინდა თქო და მააქო სურათიო. უბრალოდ ამიხსენი მეთქი რომ ვიცოდი, აი სურათი მააქო და განახებო და სურათში რა არის? ჯინსი, შარვალი, ფარტე, ზემოდანვე ფარტე. ეს რა არის ქალი მევთხარი? აი მით კომფორტულად როგორ უნდა იყო? აი მინდა
აი მომიშალა ნერვები, მაგრამ ისა ჩემ თავში ვპირდი რომ აღარ ვიჩხუბებდი და წავედით ჯინსის საძებნელად. ერთ ადგილას მივთ, მეორე ადგილას მივედით და თან არჩევდა, თან ვერ არჩევდა. მე სადაც წელს ივანეს უყიდე იქ მივედით. ზოგადად მე ეს მაქვს ნათქვამი. რაღაცას რომ მივდივარ და რაღაცის ყიდვა მინდა. აი რო იკითხო მაგალითად რა ღირს ეს. აი ტრუსიკაზე რო იკითხო სიტყვაზე რა ღირს ეს და გამყიდველი უკვე რო გაცმევს. მე მაგას როგორც არ უნდა მომეწონოს. მაგედან მოვდივარ. ეს ბიჭებთან რომ მიველით და რომ ვიკითხეთ ესა და ის მინდაო ისე წყნარად, არა გითხრა, არ გითხრა ესეთი რაღაცა რომ აი ესეც აგვაქვს, არა, მე რაც მინდა ის მანახა იმ ბიჭო. ბარბარე, მე ესე დავთექმოთ ხარ, ეს და თქვენ. აბა როგორი სტილი გინდა, რა გინდა, როგორი რანაირი და აუხსნა მანიკენს ეცვა ზუსტად გახადეს ჩაიცვა ბავშვმა და კარგად თქვა, იდეალურად. წამოვედით ეგრე. 75 ლარი გეთხოვში. ხო და მე ვიცოდი რომ ფეხსაცმელები რაღაცები შეელახა მთელი ამ წლის მანძილზე და ერთი ფეხსაცმელი თუ ორი ფეხსაცმელი ჰქონდა რომელიც არ სცმია. მაგრამ რა არ მოწონს. მაჩუკეს არ მოწონს. ეხლა რო არ მოწონს მართლა ჩემი პატარაობის დრო ხო არ არის ის რომ არ მომწონდა, მაგრამ მაინც რომ აცმევდნენ, იმიტომ რომ სხვა შანსი არ იყო და ეხლა დავანებე თავი რა 10 კლასში გადავიდე მართლა და კონკიესავი ძაღლით ვერ ჩავყოფინებ წებოთ ჩასხმულ ფეხსაცმელში. ხო და კი გავბრაზდი ვარ უყიდე მეთქი, მაგრამ მაინც ხო იცი რაღაცა რომ მოგივლის და შევიყვანე ფეხსაცმელებში და მეთქი არჩია და 55 ლარი მაშინც გადავიღო. ანუ ნინოსებიც იქვიყიდე და იმიტომ დამიკლო. თორე კაი ფეხსაცმელები იყო 50-55 ლარებში მომცა. წამოვედი. აი ეგრე. ეხლა ესე უნდა განახოთ და წავალ დავიძი. გასაშრობად მიდევ. მოკლედ. პროექტია ესეთი სხვადასხვა კუთხეები საქართველოსი ჩვენია სვანეთი ამოწერეს გოგოებმა სიტყვები დაურიგეს ბავშვებს რომ პატარა ისწავლონ წინა სიტყვაობა ერთს აქვს კულტურაზე ჩაცმულობაზე საჭმელზე და ეგეთ რაღაც პატარა ინფორმაციები აქვს ბავშვებს მშობლებსაც და ამ ყველაფერს დავაგვირგვინებთ ბოლოს ამით რომ უფრო თვალსაჩინო იყოს და ეს ჩემი წვლილი მაგალითად პირველი არის ესეთი რაღაც ბავშვების უფრო სახალისო რო იყოს წარმოდგენაში სვანი როგორია მაგალითად ჩემს თვალში და ალბათ ბავშვების თვალშიც წარმოვადგინე კომიქსი არა კარიკატურის სტილში ეს არის სვანი აწერი ხო და მინდოდა რომ ცოტა ისეთი ყოფილიყო რა უბრალოდ ნახატი არა და ამიტომ გავაკეთე ეს ეს არის სვანი ანუ ეს რო გადაშლი ეს წამოხდება სვანი წამოხდება მე რო დაკეცავ ეს წავედის ეს სვანი შემდეგ სვანური ტრადიციული კერძი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ყველას ვერ გავაკეთებ ეს არის კუბდარი მე ხარ ამდენად კუბდარს გავს არ ვიცი მაგრამ პასტელმა მეტი საშუალება არ მომცა ეს არის კუბდარი სვანური ტრადიციული ერთ-ერთი საკრავი
მუსიკალური საკრავი. ეს არის ჭიანური. დადამ. აი ეს არის ჭიანური. სვანების დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ქუდი. ამიტომ ქუდიც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენს პროექტში. ეს არის ქუდი. იმედია და ბოლო დეტალი ეს არის, რომლის ნახვაც ძალიან მინდა. ზოგადად სვანეთში არ ყოფილი ვარ, ხევსურეთში არ ყოფილი ვარ, ბევრ ადგილას არ ყოფილი ვარ. ყაზბეგში არ ყოფილი ვარ, რაჭაში არ ყოფილი ვარ, აი ესე. და მინდა რომ ეს ადგილები თუშეთში არ ყოფილი ვარ, მინდა რომ ეს ადგილები მოვინახო. მთელი გულით და სულით. ეს არის სვანური კოშკი. ორი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დამეზარა. და ერთი ვიკავარ. ამიტომ მოდი ყველა გავხსნათ. სანამ დასაძინე ყავა მაქვს ახალი დალეული ხარხო და რა დამაძინებს. ჭიანური კუბდარი და ბოლოს სვანი. კიდე სხვა რაღაცები შეიძლებოდა, მაგრამ ისა მართლა არ მეცალა. ნუ ბავშვებისთვის საკმარისია. მე ვფიქრობ, ძირითადი დეტალები ჩანს. შვენიერი. ხოდა წავედი ამ პროექტის ფონზე და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ხვალე დილით ყავასთან ერთად შევხვდებით 99% და სანამწყრ რა და მე სავარაუდოდ წვდომა არ მექნება ინტერნეტთან. რომც ჩავრთა ინტერნეტი, იქ არის ჭერჯეუსელი. ასე რომ ჩამოვალ მე დავდებ ვიდეოს, ალბათ იქ გადაღებულს. ნუ ყოველ შემთხვევაში რო ჩამოვალ მოგინახულებთ. წავედი ახლა. ძილის დროა. ხვალე ამას ნინო მარიცის რა წესით და იმით ვაკეთებდი და ხვალე ნინოსთან ერთად ყავას რო დავლე, ვანახებ ნინოს ჯერ პირველ რიგში მისი რეაქცია მაინტერესებს. ბავშვობაში ეს რაღაცები ძალიან მიყვარდა. ორიგინალური რამე. იმიტომ რომ თითქმის არაფერი არ ადევაკ. ეს შეგვიძლია ეს სვანეთი. ამას დავმარავ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ხვალ ნინო დამასწრებს ათქომას. დღეს ვუყიდე
ბუდე ტელეფონის. ანუ ესეთი გამჭვირვალე ჰქონდა და ხან რა ჩადო ქვეშ, ხან ზემოდან დაახატა, ხან რა უყო, ხან რა და ნინოს ენაზე გაბანძდა. დღეს ვუყიდე. და ეს რაღაცებზე ახთუანებას ვერ მალავს ხოლმე. მე შემთხვევით შემხვდა ესეთი. ოღონდ გავაფრთხილე, აი მას რო ხელს დაადებ. მიახატებ, მოახატებ, არ ვიცი, ვერ გამასწრებ. ეს ნახე, რა უდგა მთავარზე. ვერ არის ეს. სამი დაიწყო. წავედი. ამას დავმალავ.